მოგესალმებით. მოგიკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით, მადლიერებით. ყოველდღიურად უფრო მემატება გამომწერები, ლაიქები, კომენტარები. მადლობა თქვენ ყველას დობისთვის, იმისთვის რომ მირჩევთ, იმისთვის რომ მენდობით. და გადავწყვიტე რომ დღევანდელი საჯარო გაშლა ეხებოდეს იმ შეკითხვას, რომელიც ერთ-ერთმა ქალბატონმა კომენტარის სახით დამიტოვა. მტრის სივრცეში რა ხდებაო, ასეთი კითხვა დაისვა. თუმცა მე პირადად ჩემის აზრით კონკურენციას და მტრობის იდეას საერთოდ არ ვაღიარებ. როგორ უჩვეულოსაც არ უნდა ჟღერდეს, იმიტომ რომ არ არსებობს რეალურად კონკურენცია. არც მტრები არ არსებობს. მაგრამ გავაკეთებ საჯარო გაშლას ესეთ შეკითხვაზე, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა და ამჟამად. და თქვენ ვიზიც გინდათ იმაზე ჩაიფიქრეთ. აი რაც შეეხება მტრობის ყოფნას თუ არ ყოფნას. ჩემი შეხედულება არის ასეთი, რომ თითოეული ჩვენთაგანი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ვართ, რა ეროვნების ვართ, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ ან დავიბადეთ, რა რელიგიური აღმსარებლობა გაგვაჩნია, რა იდეოლოგიით ვცხოვრობთ, მოკლედ მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველანი ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩვენ ყველანი ვართ ერთნი. და ვაზიანებდეს ხვას, ნიშნავს ვაზიანებდა საკუთარ თავს. ანალოგიურად ვიღაცა ვინც ფიქრობს რომ გაზიანებთ თქვენ, სინამდვილეში აზიანებს საკუთარ თავს, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც ერთ წრეზე ტრიალებს და კარმა ყველას უბრუნდება ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ არა ვართ ცალ-ცალკე სუბსტანციები. შეხედეთ, როგორც აი ეს ხუთი თითი ცალ-ცალკე შეიძლება თავისთვის დამოუკიდებლად არსებობდნენ, მაგრამ მაინც ერთმანეთთან კავშირში არიან, ზუსტად ესე ვართ ჩვენ ადამიანები. შეიძლება ცალ-ცალკე ჩვენ ყველას ჩვენი უნიკალური პიროვნებები გაგვაჩნია. ჩვენ როგორც სული, ყველანი უნიკალურები ვართ. და შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეთ ხო ცხოვრების სტილის მიხედვით, მაგრამ მაინც ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. ამგვარად მე რატომღაც არც კონკურენციის იდეა არასოდეს არ მაფიქრებს ხოლმე, არც მტრების იდეა. რა თქმა უნდა, ხლა არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება არ უხაროდეს ახლა ყოველს ჩვენი წარმატება, მაგრამ ნუ ხა ეს მათი არჩევანია, მათი გადასაწყვეტია, მე რა ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას. ნუ ესეა. ახლა რაც შეეხება შეკითხვას, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? პირველი ვარიანტი. ვარიანტებისთვის გამოვიყენებ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ეს ოფსიდიანი, მესამე ვარიანტი. ეს. ისეთი ფერებია, რომ არ ავურევ ამჯერად. კაი, პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ სელენიტი, ეს თქვენი გაშლა.
და დროებით გადავდებ მეორე და მესამე ვარიანტს. რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში? სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად დასტაბილურებული და დაალაგებული ეს ადამიანი ახლა ამ მომენტისთვის. ზოგადად მის ცხოვრებაში ახლა შეიძლება იყოს აქტუალური პიროვნული განვითარება, სწავლა, რაღაც ახალი იდეების შემეცნება, შესწავლა, რაღაც რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნითაც შეიძლება იყოს დაკავებული ეს ადამიანი ახლა ამ მომენტისთვის. ფინანსებსაც სხვათა შორის ფინანსებსაც სხვათა შორის რაღაცა ძალიან დადებითად წარმართავს და საკმაოდ კმაყოფილი უნდა იყოს თავისი ფინანსური შემოსავლით, რაც ჩანს. მართალია ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აქ ადამიანს აღებული თავის თავზე და ძალიან დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს, მაგრამ თვითონ მაინც კმაყოფილია. იმაზე მეტი აქვს ყოველ შემთხვევაში, ვიდრე აქამდე ქონდა. რაც შეეხება მის სასიყვარულო ცხოვრებას, გადასარევი მშვენიერი არკანებია. რაღაც მგონია, რომ ამ ნაწილშიც კარგად გრძნობს ადამიანი თავს. თავისი შერჩეული პარტნიორი ყავს, რომელთანაც თვითონ კომფორტულად არის. არ არის მარტივი ხასიათის ადამიანი ის, ვინც ახლა მის გვერდით არის და საკმაოდ ხისტი ხასიათის პიროვნებაა, მაგრამ თვითონ უგებენ ერთმანეთს, თვითონ კარგად არიან და მოწონთ ყოველ შემთხვევაში ის ურთიერთობა, რაშიც არიან. სულ ეს იყო ამ მომენტისთვის დღეს ცოტა ესეთი მარტივი ზედაპირული გაშლა გავაკეთოთ. გელოდებით კომენტარებში ლაიქები და გამოწერა არ დაგავიწყდეთ. აბა გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. ვინც შავი ობსიდიანი ჩაიფიქრეთ. ხო. მეორე ვარიანტთან მგონია, რომ ყველაფერმა ახლა მოიცალა ამ ადამიანის ცხოვრებაში. ყოფილებმაც, ამჟამინდელებმაც, ფინანსურმა კრიზისმაც, თვითონ მენტალურმა პრობლემებმაც. ადამიანი ახლა ამ მომენტისთვის არის საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში, თითქოს გამოსავალს ვერ ხედავს, თითქოს არ იცის რა გზას დაადგეს, რა გააკეთოს იმისთვის, რომ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. იმიტომ რომ ძალიან არ მოწონს ის სიტუაცია, რაშიც იმყოფება. ფინანსურათაც მგონია, რომ ცოტა ესეთი არც თუ ისე ხელსაყრელი პერიოდი აქვს ყოველ შემთხვევაში. მისთვის არ არის კომფორტული ის რეალობა, რაც ახლა მას გააჩნია საკუთარ მატერიალურ მდგომარეობაში. არა, ფინანსებში ძალიან მეტად აღარ ჩავაღრმავები, იმიტომ რომ ესეც საკმარისია. ფინანსებში ამ ადამიანს აქვს საკმაოდ ბევრი საფიქრალი, სანერვიულო. გარკვეულწილად შიშებით, იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში რა ექნება, როგორ იქნება. დაჟე მგონია, რომ ფინანსური ვალდებულებებით შეიძლება რომ კონდეს ამ ადამიანს და ეშინია, რომ აბა ბოლომდე მიიყვანს და გადაიხდის, ან რომ ვერ გადაიხადოს რა მოხდება და მოკლედ რაღაცა სტრესებში ძალიან ფინანსურად. რაც შეეხება მიყელი მიშება დღეს ძალიან ბევრი ვილაპარაკე. რაც შეეხება მის სასიყვარულო ცხოვრებას, თხად ჰარმონიული
მდგომარეობა არ უნდა უჩანდეს. ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩაებრაუჭოს იმ ურთიერთობებს, რაც ახლა ამჟამად გააჩნია. თითქოს უნდა რომ პასუხისგებლობა აიღოს თავის თავზე, მაგრამ თლათ ბოლომდე არ მგონია რომ გამოსდიოდეს. უფრო მეტად არის ის, რომ ადამიანი გეგმავს, რომ რაღაცები მოაგვაროს თავის პირადში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვერა ბავშვს და ბოლოს. კი ბატონო. ბოლომდე ვერ რისკავს ვერაფერს, ვერც პირადში, ვერც ფინანსებში. არის მოკლედ ძალიან საფიქრალში ეს ადამიანი. კი. ჩემო ძვირფასებო, მე მეორე ვარიანტსაც უნდა დავიმშვიდობო, გადავიდა მესამე ვარიანტზე და შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511-14-91-78. ეხლა რაც შეეხება მესამე ვარიანტს, ვინც აი ეს ქვეჩ აიფიქრეთ. რა ხდება ამ ადამიანთან? ანუ ამ ვარიანტს ფინანსები და კარიერული სიტუაციები მოგვარებული აქვს, მოწესრიგებული აქვს, даже მგონია რომ ფინანსები იმდენი აქვს, რომ გასესხებულიც აქვს და ელოდება რომ აბა ეხლა უკან დაუბრუნონ, ეს მომენტი აქვს, კი ბატონო. და ასევე ეხლა და ამ მომენტისთვის აქვს ესეთი სიტუაცია, რომ რაღაცები არის ისეთი, რაც აფიქრებს თავის წარსულზე. იმ ყველაფერზე, რაც თავს გადახდა. და თითქოს ადამიანი ცდილობს, რომ გადააფასოს თავისი ეს სიტუაციები, ეს მოვლენები, რაც ხდებოდა მასთან. და აწონდაწონოს ეს ყველაფერი, რაც უკვე მოხდა, იმიტომ რომ თითქოს არის რაღაც სიტუაციები, რასაც ეხლა უკვე სხვა კუთხით უყურებს, სხვა თვალით შეხედა მოვლენებს და რაღაცებს აანალიზებს. მაგრამ რაც შეეხება ფინანსებში მე ვხედავ, რომ არის ძალიან კარგად. საკმაოდ დასტაბილურებულია. უბრალოდ ხო გეუბნებით, ნუ რაღაცა გასესხებული ფული აქვს და ამას ელოდება რომ დაუბრუნონ, მაგრამ რო გითხრათ, რომ ეხლა ამაზე არის დამოკიდებული მისი ცხოვრება და რო არ დაუბრუნონ რაღაცა ჭერი ექცევა თავზე და მთლად განცდებში ეთქო, ეგრეც არ არის. უბრალოდ ნუ ეხლა თავისია და უბრალოდ უნდა რომ დაუბრუნდეს რა. თორე სხვა მხრივ ისეთი არაფერი. აი რაც შეეხება მის პარტნიორულ პირად ურთიერთობებს, აქ სანუ გეშოთ ნამდვილად არ აქვს საქმე ადამიანს. მე რასაც ვხედავ, კი ბატონო, ძალიან კარმული პერიოდი უდგას ამ ადამიანს, ძალიან თანაც და შეიძლება მის ცხოვრებაში მოდიოდნენ რაღაც ადამიანები, მაგრამ ეს არ იღებდეს საერთოდ არავის. ნუ შეიძლება რომელიმე მისი ყოფილი ცდილობდეს მის რეალობაში დაბრუნებას და ამ ადამიანს აღარ უნდადეს ურთიერთობის აღდგენა, ან შესაძლებელია უბრალოდ ყავდეს ახალი თაყვანის მცემლები, მისით დაინტერესებული ხალხი, რომელიც თვითონ ამ ადამიანს აღარ უნდა, არ აინტერესებს და ამიტომ საერთოდ აი ესე თავიდან იშორებს ყოველს მომშორებით ახლა დამეკარგეთ თავიდან, რომ აი ეგეთი განწყობა აქვს ადამიანს, რომ არავის კაცრავად არავის გაგონება არ უნდა ამ მომენტისთვის თავის პირად ცხოვრებაში თვითონვე იშორებს პერსპექტიულ ადამიანებს თავისი ცხოვრებიდან. ეს არის ჩემო კარგებო დღევანდელი საჯარო გაშლა, ცოტა ესეთი ექსპრეს საჯარო გაშლა გამოგვივიდა, ნაუცბათელი, სწრაფი. შეგახსენებთ, რომ კომენტარებში და ლაიქებში გელოდებით
ძალიან მიყვარს ხოლმე თქვენი უკავშირი, როცა ვხვდება ვიდეოებზე. და აი ყველას ვკითხულობ. ყველა თქვენთაგანი მახსოვს, მინდა გითხრათ. და ასევე ვისაც ყავთ მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, ვისაც იცით, რომ აინტერესებს ტაროლოგია და ზოგადად ეს მანდაკი სხვადასხვა საშუალებები, შეგიძლიათ მათაც გაუზიაროთ და დაეხმაროთ ამ ინფორმაციის მოსმენაში. მე ხლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ ნახვამდის.